მამოძრავებელი ძალა. შესანიშნავი იყო. მწვრთნელი და კვარაცხელია წიტაიშვილზე. საფრანგეთის ლიგა 1-ის ტურში გიორგი წიტაიშვილის მეცი საკუთარ მოედანზე ხვიჩა კვარაცხელიას პარი სენ-ჟერმენთან დამარცხდა, მაგრამ ბოლომდე იბრძოლეს. უძლიერეს მეტოქეს ადვილად არაფერი დაუთმეს, რაშიც გიორგი წიტაიშვილს დიდი წვლილი აქვს. წიტაიშვილი ერთ-ერთი საუკეთესო იყო მოედანზე და ბრწყინვალე გოლიც გაიტანა. მატჩის შემდეგ კვარამ გიორგიზე კომენტარი გააკეთა. წიტას თამაში პირველივე წუთიდან ძალიან მაგარი იყო. ვულოცავ მას შესანიშნავი გოლის გატანას. ასე უნდა გაგრძელოს. მას აქვს იმის უნარი, რომ ყველა თამაში ასეთი მაღალი დონის თამაში აჩვენოს. იმის მიუხედავად, რომ ჩემ გუნდს გაუტანა, მისი გოლი ძალიან გამიხარდა, განაცხადა კვარამ. მატჩის შემდეგ მეცის მთავარმა მწვრთნელმა გიორგის შესახებ ისაუბრა. ის სტაბილურია. რამდენჯერმე მარჯვლივ გამოვიყენე, სადაც განსაკუთრებით ეფექტიანი არ იყო, მაგრამ დღეს ფლანგზე შესანიშნავად იყო შეთამაშებული. მოვახერხეთ ბევრჯერ მისი ფლანგიდან შეტევა. გადამწყვეტი იყო. ბევრჯერ ჩააწოდა საჯარიმოში და დიდებული გოლიც გაიტანა. გიორგიმ შესანიშნავად ითამაშა. შტაბეჭდილება ისეთია, რომ მეფე გიორგიმ ტახტი დროებით დაიბრუნა. ის ხან მეხუთე მცველია, ხან უნივერსალური ფლანგელი. ქართველმა PSG-ს დაცვას პრობლემები შეუქმნა. გუნდის ნამდვილი მამოძრავებელი ძალაა. PSG-ს ბრწყინვალე გოლი გაუტანა და ბოლომდე ანერვიულა. წერენ წიტაიშვილზე. მხოლოდ ერთი ფეხბურთელი, ხვიჩაზე წინ. დასახელდნენ საუკეთესო გარემარბები. ცნობილმა სტატისტიკურმა პორტალმა HuScored-მა დაასახელა დარემარბები, რომლებსაც ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონში ყველაზე კარგი საშუალო შეფასება აქვთ. აღსანიშნავია, რომ რეიტინგი მთლიანად HuScored-ის შეფასების სისტემას ეფუძნება, სადაც ასევე ხვიჩა კვარაცხელია მოხვდა. HuScored-ის მიხედვით, ქართველი შემტევის საშუალო შეფასება 7.8 და მეორე ადგილზეა. ცნობისთვის, ხვიჩამ ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონში 5 თამაშში მიიღო მონაწილეობა და მის ანგარიშზე 2 გოლი და 2 საგოლე პასია. მამარდაშვილმა შესანიშნავად იმუშავა. სლოტი გიორგიზე და ალისონზე. ლივერპულის მთავარი მწვრთნელი არნე სლოტი მეკარეების თემას შეეხო. აღნიშნა, რომ გიორგი მამარდაშვილის თამაშით, როცა მას შანსი მიეცა, კმაყოფილია, მაგრამ ალისონის დაბრუნება გუნდისთვის ძალიან კარგი ამბავია. ყოველთვის, როცა ფეხბურთელი ხელმისაწვდომია, მით უმეტეს ისეთი კარგი მოთამაშე, როგორიც ალისონია, ეს გუნდისთვის სასარგებლოა. თუმცა გიორგიმ შესანიშნავი სამუშაო გასწია. არ მგონია, რომ მათ ბევრი საქმე ჰქონოდათ, რადგან ჩვენს კართან ცოტა მომენტებს ვიღებთ. მინდა ხაზი გაუსვა, რომ მამარდაშვილმა შესანიშნავად იმუშავა, როცა ის თამაშობდა, მაგრამ სასიამოვნოა, რომ ალისონი დაბრუნდა, აღნიშნა სლოტმა. შეგახსენებთ, რომ გიორგი მამარდაშვილმა მიმდინარე სეზონში ლივერპულის კარი 10 ჯერ დაიცვა. აი, სწორედ ამიტომ არ გაყიდა სენტ-ეტიენმა ზაფხულში ზურიკო დავითაშვილი და სწორი გადაწყვეტილებაც მიიღო. რას მიაღწევდა ამ სეზონში 24 წლის ქართველი შემტევის გარეშე გუნდი, რომელიც მიზნად ელიტაში დაბრუნებას ისახავს, ძნელი სათქმელია. ზურიკო ზამთარში შეიძლება მაინც წავიდეს, თუმცა იქამდე ის სენტ-ეტიენის უპირობო ლიდერია. ლიგა 2-ის ტურში ზურიკოს გუნდი საკუთარ კედლებში აუთსაიდერ ბასტიასთან წაგებას სწორედ ქართველის დუბლის წყალობით გადაურჩა, რომელმაც ანგარიში 2 ჯერ გაათანაბრა. დავითაშვილმა შეუცვლელად ითამაშა, საკმაოდ აქტიური იყო და ბევრს მოძრაობდა. უტევდა როგორც თავისი მარცხენა ფლანგიდან, ისე ცენტრიდან და ზოგჯერ მარჯვნიდანაც. ქართველი მუდმივად დაძაბულობაში ამყოფებდა სტუმართა მცველებს. სენტ-ეტიენს ეს თამაში შეეძლო მოეგო. იყო შანსი, რომ ზურიკოს სულაც მესამე გოლი გაეტანა. 97 წუთზე სტუმართა კარში პენალტი დაინიშნა. პენალტის ნიშნულისკენ ბურთით დავითაშვილი გაემართა, მაგრამ ბოლო მომენტში დარტყმის შესრულება საკუთარ თავზე ფლორიან ტარდიომ აიღო. 33 წლის ფრანგმა ნახევარმცველმა ისე ცუდად დაარტყა, მეკარეს მოგერიება არ გასჭირვებია. ზურიკო დავითაშვილის ანგარიშზე, რომელმაც მიმდინარე სეზონში დუბლი მეორედ შეასრულა, ჩატარებულ 15 მატჩში უკვე 8 გოლი და 1 საგოლე პასია. ის არა მხოლოდ სენტ-ეტიენის ბომბარდირია, არამედ ჩემპიონატის საუკეთესო მეგოლეთა შორისაცაა. ბეშიქტაში და უცნობი ევროპული კლუბი. ზურიკო დავითაშვილის ვარიანტები. ფრანგული სპორტული მედია სენტ-ეტიენის 24 წლის ქართველი შემტევის ზამთარში მოსალოდნელ ტრანსფერზე აქტიურად წერს. იანვრის სატრანსფერო ფანჯრის მოახლოებასთან ერთად, ფრანგულ სპორტულ მედიაში სულ უფრო მეტი ყურადღება ეთმობა ზურიკო დავითაშვილის სენტ-ეტიენიდან შესაძლო წასვლას. არსებული ინფორმაციით, 24 წლის ქართველი შემტევი ნახევარმცველის ზამთარშივე დადაბირებით თურქული ბეშიქტაშია დაინტერესებული.
პარალელურად საუბარია კიდევ ერთ ევროპულ კლუბზე, რომელიც ზურიკოს ტრანსფერის განხორციელებას აპირებს. დავითაშვილის შესაძლო წასვლაზე FUTMERCATO სტატიას აქვეყნებს, რომელიც საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელის გულშემატკივრებისთვის საინტერესო უნდა იყოს. გასულ ზაფხულს ზურიკო დავითაშვილის მოსალოდნელი წასვლა სენტ-ეტიენმა დაბლოკა, მაგრამ ქართველ ფეხბურთელთან დაკავშირებით ვითარება ამ ზამთარ შეიძლება შეიცვალოს. მისი ტრანსფერის საკითხში ერთ-ერთმა ევროპულმა კლუბმა უკვე მიაღწია პროგრესს. სენტ-ეტიენი კი თვალს სატრანსფერო ბაზარს ადევნებს. დაასრულებს ზურიკო დავითაშვილის სეზონს სენტ-ეტიენში. 24 წლის ქართველი ფეხბურთელი კლუბთან კონტრაქტით 2028 წლის ზაფხულამდეა დაკავშირებული, თუმცა სავარაუდოდ მანამდე წავა. ლიგა 2-ში დაქვეითებისა და როგორც საფრანგეთიდან, ისე სხვა ქვეყნებიდან მრავალრიცხოვანი წინადადებების მიუხედავად, გასულ ზაფხულს სენტ-ეტიენმა შეძლო მისი შენარჩუნება. მაშინ გუნდის ვარსკვლავი მოთამაშეების ტრანსფერები კლუბს მფლობელმა Kilmer Sports-მა დაბლოკა. ამან გააბრაზა ქართველი, რომელმაც სეზონის წინა მატჩებში თამაშზე უარი თქვა, თუმცა მოგვიანებით სეზონის კარგი პირველი ნაწილი ჩაატარა. ქართველო რეგულარულად თამაშობს ვილი სანიოლის გაწვრთნილ საქართველოს ეროვნულ ნაკრებში და სტაბილურად აჩვენებს კარგ შედეგებს. ევროპაში მაღალ სტატუსს ინარჩუნებს. ჩვენი ინფორმაციით კონკრეტული ინტერესი მის მიმართ ბეშიქტაშმა გამოხატა და ტრანსფერის უკვე იანვარში განხორციელებას ესწრაფვის. ეს გამოწვევა მომხიბლელია ფეხბურთელისთვის. სენტ-ეტიენი კი კარგი შეთავაზების შემთხვევაში მის გაყიდვას აღარ უნდა შეეწინააღმდეგოს. ლიგა 2-ში მეორე პოზიციაზე მყოფი სენტ-ეტიენი დილემის წინაშია. შეინარჩუნოს თავისი საუკეთესო შემტევი, რათა ელიტაში აღზევება შეძლოს, თუ ფინანსური სარგებლის მიღებას დათანხმდეს. დავითაშვილის ამჟამინდელი საბაზრო ფასი 9 მილიონ ევროს შეადგენს. ბრძოლა კი უშეღავათო იქნება, რადგან კულისებში სხვა ევროპული კლუბიცაა, რომელიც მზადაა სენტ-ეტიენს წინადადებით მიმართოს. უკან ლევანტეში ესპანურ კლუბს სპორტინგიდან ქოჩორაშვილის დაბრუნება სურს. ქართველი ფეხბურთელი ლისაბონურ კლუბში სათადარიგოდად იქცა. ამდენად ეს ვარიანტი მისთვის ცუდი არ უნდა იყოს. საქართველოს ეროვნული ნაკრების საყრდნი ნახევარმცველი გიორგი ქოჩორაშვილი შესაძლოა ლისაბონის სპორტინგიდან ესპანურ ლევანტეში დაბრუნდეს. ლევანტელები ძალიან არიან დაინტერესებულნი, რომ ქართველი ლეგიონერი ისევ საკუთარ რიგებში იხილო. ვალენსიურ კლუბს ლა ლიგის მიმდინარე სეზონის 15 ტურში მხოლოდ 9 ქულა გააჩნია და ბოლო ადგილზე იმყოფება. ამდენად შემადგენლობის გაძლიერებაზე ფიქრობს. ქართველ ფეხბურთელს სპორტინგის მაისურით თამაში ძალიან იშვიათად უწევს. სწორედ ამიტომ ლევანტე სპორტინგთან კონტაქტზე გავიდა და ქოჩორაშვილის იჯარით წაყვანა შესთავაზა. თუმცა ჯერჯერობით სასურველი პასუხი ვერ მიიღო. არადა ქართველ ფეხბურთელს პორტუგალიურ გრანდში სათამაშო დრო ფაქტობრივად აღარ ეძლევა და თითქმის მუდმივად სათადარიგოთა სკამზეზის. ამ დღეებში გაჩნდა ინფორმაცია, რომ სპორტინგი მზადაა ქოჩორაშვილთან დაკავშირებით წინადადებები განიხილოს. ამდენად მოსალოდნელია, რომ ლევანტესთან მოლაპარაკება კიდევ გაგრძელდება. ქოჩორაშვილის პირველი საგოლე პასი ჩემპიონატში. სპორტინგმა მეტოქე გაანადგურა. პორტუგალიის ჩემპიონების ქართველმა ნახევარმცველმა ავსის წინააღმდეგ შეუცვლელად ითამაშა. გიორგი ქოჩორაშვილის პირველი სრული მატჩი და შედეგიანი მოქმედება პორტუგალიის ჩემპიონატში. სპორტინგის 26 წლის ქართველმა ნახევარმცველმა, რომელსაც სეზონი არც თუ წარმატებულად მისდის, საგოლე გადაცემა ავსის წინააღმდეგ საშინაო შეხვედრაში შეასრულა. სპორტინგმა ავს 6 უპასუხო გოლი გაუტანა. როგორც ჩანს, მეტოქის ფაქტორიდან გამომდინარე სპორტინგის მთავარმა მწვრთნელმა შემადგენლობის გადახალისება გადაწყვიტა. სასტარტო შემადგენლობაში ქოჩორაშვილი ათამაშა. 2 ამხანაგური მატჩი. მარტში საქართველოს ნაკრების მეტოქეები ცნობილია. საქართველოს ეროვნული ნაკრები, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე გამოსვლა წარუმატებლად 3 ქულით დაასრულა, 2026 წლის მარტში 2 საერთაშორისო ამხანაგურ მატჩს გამართავს, რითაც წლების UEFA-ს ერთა ლიგისთვის მომზადებას დაიწყებს. ვილი სანიოლის გუნდი 26 მარტს ისრაელის ეროვნულ ნაკრებს თბილისში უმასპინძლებს, ხოლო 29 დღეში 29 მარტს გასვლით შეხვედრას ლიეტუვის წინააღმდეგ კაუნასში ჩაატარებს. მატჩების დაწყების ზუსტი დრო მალე გახდება ცნობილი. დღეისთვის სულ ეს იყო. თუ მოგეწონათ ვიდეო, გთხოვთ დაალაიქეთ ვიდეო და გამოიწერეთ არხი, რათა არხს დაეხმაროთ განვითარებაში. ავიდეთ 500 ლაიქზე. მადლობა.